მოგესალმებით, მე გახლავართ ნინო ჭანტურიძე, მათემატიკის კოუჩი. ჩვენ ვიწყებთ მათემატიკის გზამკვლევის განხილვას, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარიმართოს მათემატიკის სწავლას სწავლება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. აქ წარმოდგენილი სცენარები არის სარეკომენდაციო ხასიათის და იგივე პრინციპებზე დაფუძნებით ნებისმიერ მასწავლებლად შეუძლია შექმნას მსგავსი ტიპის სცენარები. მოდით განვიხილოთ ახლა მეორე კლასის მათემატიკის გზამკვლევი კურიკულუმიდან აღებული ერთ-ერთი კომპლექსური დავალება. წარმოგიდგენთ ძირითად რესურსებს, ესენი გახლავთ გრიფირებული სახელმძღვანელო მეორე კლასის, ავტორები თეიმურაზ ვებხვაძე, გურამ გოგიშვილი, ლამარა ქურჯიშვილი, იამებონია, გამომცემლობა ინტელექტი 2020 წელი, ავტორები ბერიშვილი, კოტეტიშვილი, სურლაკაურის გამომცემლობა 2020 წელი და ირინა რუხაძის სახელმძღვანელო. ასევე წარმოგიდგენთ დამხმარე დამატებით რესურსებს მეორე კლასისთვის, ეს გახლავთ ჩვენი საიტი MathsG, რომელშიც არის დამხმარე რესურსები საკმაოდ კარგად დაორგანიზებული, არა მარტო მეორე კლასის მინდა გითხრათ, არამედ არის ყველა კლასის რესურსები. ასევე დამატებით რესურსებში გვაქვს TV სკოლის გაკვეთილები, ათეულებზე წარმოდგენილი, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარებათ შემდგომი კომპლექსური დავალების შესრულებაში. ჩვენი დღევანდელი დავალება ეხება სამიზნე ცნებას, რაოდენობა, რიცხვები და თანრიგები. გახლავთ, როგორც გითხარით, მეორე კლასი, მთავარი საკითხი არის რიცხვები 1-დან 100-მდე. როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია, სამიზნე ცნება, მაგალითად რიცხვები და თანრიგები, ეს გახლავთ მოსწავლეებისთვის გრძელვადიანი მიზანი, რადგან რიცხვებს და თანრიგებს სწავლობენ სხვადასხვა კლასში, შესაბამის საკითხებთან ერთად, შესაბამის საკითხებს ამუშავებენ. ამჯერად ჩვენ ვსწავლოთ 1-დან 100-მდე რიცხვებს. როგორც მოგეხსენებათ, მათემატიკაში არის 4 მიმართულება, ესენია რიცხვები და მოქმედებები, ალგებრა და კანონზომიერება, გეომეტრია და სტატისტიკა. თვითონ მიმართულებას აქვს თავისი სამიზნე ცნებები და სამიზნე ცნებებს აქვს მკვიდრი წარმოდგენები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ გაიაზროს და ძალიან კარგად კონდეს ეს გონებაში გააზრებულად ჩადებული. მოგახსენებთ, რომ დაწყებით და საბაზო საფეხურზე განსხვავებული რაოდენობის სამიზნე ცნებები არსებობს. ამ ცხრილში აღნიშნული გვაქვს ახლა მიმართულებების და სამიზნე ცნებების მიხედვით დალაგებული კომპლექსური დავალებები, თავისი ძირითადი საკითხებით და ასევე ქვესაკითხებით. ჩვენ განვიხილავთ ახლა მიმართულებიდან რიცხვები, სამიზნე ცნება რიცხვები და თანრიგები, მთავარი საკითხი რიცხვები 1-დან 100-მდე, კომპლექსურ დავალებას სახელწოდებით დავეხმაროთ წითელ ქუდას. ქვესაკითხები გახლავთ ათეულები, ათეულების შეკრება, ათეულების გამოკლება, უახლოესი ათეულები და ოცეულები, რიცხვები 21-დან 30-მდე, რიცხვები 30-დან 100-მდე, რიცხვების შედარება, უახლოესი ათეულები, ოცეულები და ხუთეულები, რაოდენობის შეფასება. დანარჩენი კომპლექსური დავალებები, როგორც გითხარით უკვე, მიმართულებისა და სამიზნე ცნებების მიხედვით არის განხილული.
განხილული და გაწერილი. შემდგომი ცხრილში აღნიშნული არის კომპლექსური დავალება თავის სამიზნეცნებითა და მთავარი საკითხით თუ ამა თუ იმ გრიფირებულ სახელმძღვანელოში რომელ თავებს შეესაბამება. ხედავთ თქვენ, რომ მაგალითად ბერიშვილი, კოტეტიშვილი სულაკაურის წიგნში რომელ თავს, რომელ პარაგრაფს და რომელ გვერდს შეესაბამება. ასევე ირინა რუხაძის და გოგიშვილი ვეფხვაძის წიგნებშიც მსგავსად არის აღნიშნული, რომ მასწავლებლისთვის აღარ იყოს გაუგებარი თუ რომელ გვერდებზე შეიძლება იყოს გვერდების მიხედვით შეიძლება იყოს განხილული ესა თუ ის საკითხები. ასევე არის ყველა კომპლექსური დავალებისთვის გაწერილი ეს ცხრილი. მოდით ახლა გადავიდეთ კონკრეტულად კომპლექსურ დავალებაზე. როგორც უკვე გითხარით, ეს კომპლექსური დავალება არის მიმართულება რიცხვები და სამიზნეცნება რიცხვები და თანრიგებზე აგებული. დრო ამ კომპლექსური დავალებისთვის გამოყოფილი გვაქვს 2 კვირა. რა თქმა უნდა, ეს სარეკომენდაციო დრო არის და გადასაწყვეტია კონკრეტულად მასწავლებლის მიერ. სანამ კომპლექსურ დავალების განხორციელებას შეუდგებით, მნიშვნელოვანი არის, რომ დაისვას საკვანძო შეკითხვები. ჩვენ დავსვით ასეთი საკვანძო შეკითხვები. შეიძლება თუ არა წითელ ქუდას დასჭირდეს რიცხვების ცოდნა ბოქლომის გახსნასა და პრობლემის გადაჭრაში და რაში შეიძლება დაგჭირდეს 1-დან 100-მდე რიცხვების ცოდნა. აღნიშნული დავალება არის პრობლემაზე ორიენტირებული. საბოლოოდ უნდა გადაიჭრას პრობლემა და ანუ რა არის ეს პრობლემა, როგორ უნდა იპოვოს წითელ ქუდამ ბოქლომის კოდი, რათა მან მგლის მიერ ჩაკეტილი ვებია გაათავისუფლოს. მისაღწევის შედეგები გვაქვს სტანდარტიდან ამოღებული შესაბამისად და 21 საუკუნის მისაღწევის შედეგები გვაქვს პრობლემის გადაჭრა, გუნდური მუშაობა, კრიტიკული აზროვნება. დავალების პირობა ასეთია. დავეხმარო წითელ ქუდას. ყველამ კარგად იცით ზღაპარი წითელ ქუდა. მოდით ჩვენც მოვიფიქროთ მსგავსი. მგელმა წითელ ქუდას ბებია გამოკეტა სახლში და ბოქლომი დაადო, რომლის გახსნასაც რიცხვების გამოცნობა სჭირდება. ბებიასკენ მიმავალ წითელ ქუდას გზად ფერია შეხვდა, რომელსაც წითელ ქუდამ დახმარება სთხოვა. ფერიას შეუძლია მხოლოდ მინიშნებები მისცეს წითელ ქუდას, რათა მან ბოქლომის გასაღებად საჭირო რიცხვების გამოცნობა შეძლოს. დაეხმარეთ წითელ ქუდას. როგორც ხედავთ, 3 მინიშნება არის დავალებაში. პირველი მინიშნება გახლავთ ჯადოსნური კვადრატი. ბავშვმა უნდა შეავსოს ჯადოსნური კვადრატი, უნდა ისწავლოს ჯადოსნური კვადრატის შევსება, ჯამი უნდა მიიღოს ამ შემთხვევაში 18. და დასამახსოვრებელი ექნება ამ ჯადოსნური კვადრატის შუა ადგილზე მყოფი რიცხვი. მეორე მინიშნებაში არის 6 ამოცანა და უნდა ამოიხსნას თითოეული ამოცანა და ამ ამოხსნილი ამოცანების ამონახსნებიდან უნდა იპოვოს უმცირესი რიცხვი და დაიმახსოვროს ეს რიცხვიც. ანუ ეს რიცხვი იქნება ბოქლომის კოდის მეორე ციფრი. მესამე მინიშნება გახლავთ აღნიშნული სქემა. ესეც გახლავთ, რადგან თანრიგებზე არის დავალება აგებული. ეს გახლავთ ათეულების მიმატება გამოკლებაზე და რა თქმა უნდა აზროვნება ჭირდება თუ როგორი სტრატეგიით უნდა დაიწყოს მოსწავლემ აღნიშნული სქემის შევსება და საბოლოოდ აქ უნდა დაიმახსოვროს მოსწავლემ უდიდესსა და უმცირეს რიცხვს შორის სხვაობა რამდენი ათეულია და ის რიცხვი იქნება ბოქლომის კოდის მესამე ციფრი.
ამ დავალების შესრულების შემდეგ დაწერე პატარა მოთხრობა და წარმოადგინე თუ როგორ დაეხმარე წითელ ქუდას მოთხრობის დაწერისას შეგიძლია დაიხმარო ნახატი და ასევე თითოეული ნაბიჯი დაწეროს საკუთარი ნაბიჯი დაწეროს მოსწავლემ თუ როგორ დაეხმარა წითელ ქუდას და ეს შეუძლია წარმოადგინოს დიდი ფორმატის ფურცელზე. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული დავალება შესაძლებელია ინტეგრირდეს როგორც ქართულთან, ასევე ხელოვნებასთან და მასწავლებლის გადასაწყვეტია ეს, გააკეთებს თუ არა აღნიშნულის ინტეგრირებას. უპასუხეთ კითხვებს, ანუ მოსწავლემ უნდა უპასუხოს შემდეგ შეკითხვებს. იმსჯელე, როგორ შეავსე ჯადოსნური კვადრატი და რა იყო ამოსაცნობი ციფრი, რომელი მათემატიკური ოპერაციების შესრულება დაგჭირდა. იმსჯელე, როგორ მოძებნე რიცხვების უახლოესი ხუთეული, ათეული, ოცეული. იმსჯელე, მესამე მინიშნებაში შესასრულებელი დავალების შესრულების სტრატეგიაზე. საბოლოოდ, რომელი ციფრებისგან შედგებოდა ბოქლომის კოდი. ასევე მოსწავლემ პრეზენტაციაში ხაზგასმით უნდა წარმოაჩინოს შემდეგი. როგორ შეიძლება შეცვალოს რიცხვის მნიშვნელობა თუ ციფრებს ადგილს შევუცვლით და რას უნდა მიექცეს ყურადღება შედარებისა და ანგარიშის დროს. მინდა გითხრათ, რომ ეს შეკითხვები გამომდინარეობს მკვიდრი წარმოდგენებიდან. რა ოპერაციებია საჭირო გამოანგარიშებისათვის და რაოდენობის დასადგენად, როგორ გვეხმარება სტრატეგიის შერჩევა და გამოთვლები ვაწარმოოთ იმის მიხედვით, თუ როგორ არის საჭირო ზუსტი თუ მიახლოებითი გამოთვლა. გამოთვლების შესრულებისას საჭიროა თუ არა მოქმედებების თანმიმდევრობის დაცვა და რატომ, საჭიროა თუ არა რიცხვში ციფრების ადგილმდებარეობის მნიშვნელობის ცოდნა და საბოლოოდ მნიშვნელოვანია, რომ ვკითხოთ ბავშვს რა გაუჭირდა დავალების შესრულების დროს. ასევე ბარათში არის აღნიშნული რეკომენდაციები მოსწავლისთვის. აღნიშნული არის აქ ჩასმული არის ჰიპერლინკები ვიდეო გაკვეთილების სახით. 2 ვიდეო გაკვეთილი გახლავთ. კომპლექსური დავალების განხორციელების მთელი ეს ეტაპები და გზა შეგვიძლია ჩვენ აი ამ ერთი სქემაზე აღწეროთ. რა თქმა უნდა, პირველი, რომელიც არის მიზანი, რომ მიზანი არის ბოქლომის კოდის გამოცნობა, რომელსაც გამოვიცნობთ, თუ შევისწავლით ჩვენ საკითხებს, ძირითად საკითხებს, რიცხვებს 1-დან 100-მდე და რა იქნება მისი გრძელვადიანი მიზანი, რომელ მიზანზე გავალთ, რომელ მიზანს უმიზნებთ, ასე ვთქვათ, ეს იქნება მოქმედებები მრავალნიშნა რიცხვებზე. კომპლექსური დავალების პირველი ეტაპი ეს არის დავალების წარდგენა, ანუ და წინარე მასალის გააქტიურება. რა თქმა უნდა, ეს კონსტრუქტივისტულად რომ იყოს აგებული, აუცილებელი არის რომ წინარე ცოდნაზე დაშენდეს ყოველი შემდგომი ნაბიჯი. მეორე ეტაპი უკვე გახლავთ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა, რომელშიც გაწერილი გვაქვს ნაბიჯები, ეს არის რესურსების სახელმძღვანელოდან, ასევე სხვადასხვა აქტივობები, რომელსაც ნახავთ ქვემოთ აღნიშნული გვაქვს, ასევე როგორც მოგახსენეთ საიტი MathG, ასევე LGI სკოლას საიტი, CK12, ხანის აკადემია, აღნიშნული საიტებიდან შეგიძლიათ რომ დაიხმაროთ თქვენ ესა თუ ის რესურსი და ძალიან მნიშვნელოვანია ქვიზი განმავითარებელი შეფასებით. ეს შესაძლებელია იყოს როგორც შუალედური, ასევე საბოლოო თემის შემაჯამებელი. როგორც მოგახსენეთ, საკვანძო შეკითხვები უკვე გვაქვს აქ ჩაწერილი.
და ესე იგი ვიცით რომ არსებობს პროდუქტის რამოდენიმე ტიპი ხო სხვადასხვა ტიპი მაგალითად ეს შეიძლება იყოს კოგნიტური სქემები პოსტერი კვლევის ანგარიში გრაფიკები და ცხრილები მოდელები მაკეტები ან შეიძლება ეს მაკეტები ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნას მოსწავლემ ხარჯთაღრიცხვა ნახაზი გეგმა გადაჭრილი პრობლემა შეიძლება სხვადასხვა პროგრამაში იყოს ელექტრონული პროდუქტი პრეზენტაცია შეიძლება Excel-ის ცხრილები, დიაგრამები, ანუ სხვადასხვა პროდუქტის ტიპი შეიძლება რომ წარმოვადგინოთ კომპლექსური დავალების ბოლოს. Ამ ეტაპზე ჩვენ წარმოდგენილი უნდა წარმოვადგინოთ გადაჭრილი პრობლემა, ხო, უნდა გადაიჭრას პრობლემა და გამოიცნოს ბოქლომის კოდი. ეს გახლავთ კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები მოკლედ და შემდგომ უკვე წარმოგიდგენთ უფრო ვრცლად. პირველი ეტაპის პირველი ნაბიჯი გახლავთ კომპლექსური დავალების წარდგენა, სადაც აი ჰიპერლინკად ჩასმული მაქვს ეს კომპლექსური დავალების პირობა ბარათი, რომელიც ეგზავნება მოსწავლეს შესაბამისად, ასევე რესურსები აღნიშნულ ბმულზე არის კომპლექსური დავალების რესურსები ჩადებული. მეორე ნაბიჯი გახლავთ წინარე ცოდნის გააქტიურება, ეს უკვე მასწავლებლისთვის არის მნიშვნელოვანი. მეორე ეტაპის პირველი ნაბიჯი, ანუ ეს გახლავთ წინარე ცოდნის გააქტიურება, ანუ 20-ის ფარგლებში მოქმედებები რიცხვებზე, რადგან უკვე ამ შემთხვევაში მასწავლებელი გადადის 20-ის შემდგომ რიცხვებზე და სწავლობთ ათეულებს, აუცილებელი არის რომ წინარე ცოდნა 20-ის ფარგლებში მოქმედებები შეეძლოს მოსწავლეს. კი ბატონო, ანუ ეს არის გაწერილი კომპლექსური დავალების ამ ციკლში არის გაწერილი კონკრეტულად კომპლექსური დავალების ეტაპები, როგორ შეიძლება განვიხილოთ. ანუ ამ შემთხვევაში პირველი რაც ჯადოსნური კვადრატი უნდა გააკეთონ პირველი მინიშნება, მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ფორმატზე ჯადოსნური კვადრატი და იმსჯელონ მისი შევსების სტრატეგიებზე და ამ ინსტრუქციაში, ვიდეო ინსტრუქციაში გახლავთ ჯადოსნური კვადრატის შევსების ინსტრუქციები თუ როგორ უნდა შეავსოს მოსწავლემ ჯადოსნური კვადრატი, რა თქმა უნდა ამას თვითონ გაკვეთილები, ანუ საბოლოო პროდუქტამდე მასწავლებელი ამას ასწავლის და ჩადებული მაქვს მე აქტივობად, ერთ-ერთ აქტივობად აქ თუ კომპლექსური დავალების პირველ მინიშნებაში თუ ჯამი 18 უნდა მიიღოს ამ ჯადოსნური კვადრატის შევსებაში, მე მსგავსად მაქვს გაკეთებული და 15 უნდა მიიღოს იქ ჯამი, რომელსაც ანუ მასწავლებელი ასწავლის და გააკეთებინებს მოსწავლეს. ნაბიჯი მეორეს გახლავთ, რომ უნდა მოსწავლეებმა შეასრულონ მეორე მინიშნების დავალებები და ამოიცნონ საძიებო ციფრი. დავალების შესრულებაში ასევე დაეხმარებათ შემდეგი ვიდეოები, ეს არის უახლოესი ათეულები და ოცეულები. მესამე ნაბიჯი გახლავთ, რომ მესამე მინიშნების დავალება უნდა შეასრულონ, სქემა წარმოადგინონ ასევე ფორმატის ქაღალდზე და იმსჯელონ რა სტრატეგია გამოიყენეს აღნიშნული დავალების შესრულებისას, ასევე იმსჯელონ სხვადასხვა მეთოდის უპირატესობაზე, რომელი მეთოდი იყო ზუსტი უფრო მეტად მოსახერხებელი, რომელი გაუჭირდათ თუ არა სტრატეგიის მოძებნა, რომ სქემა შეესრულებინათ. მეოთხე ნაბიჯი გახლავთ, მოსწავლეებმა დაწერონ მოთხრობა თუ როგორ დაეხმარნენ წითელ ქუდას და ნამუშევრის პრეზენტაცია მოახდინონ კლასის წინაშე. უმჯობესი იქნება, რომ ეს სამივე მინიშნება გაერთიანონ და ერთად წარმოადგინონ ერთ ფორმატის ქაღალდზე.
ეს დავალება, როგორც გითხარით, უკვე შესაძლებელია, რომ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან ინტეგრირება მოხდეს მისი პროგრამების სწავლობ თამაშით ან Scratch-ის გამოყენებით შეიძლება, რომ იყოს შესრულებული აღნიშნული დავალება. აქ ჰიპერლინკებად ჩასმული მაქვს Scratch-ი და სწავლობ თამაშის ვიდეო ინსტრუქციები და შეგიძლიათ ესეც გადაუგზავნოთ ბავშვებს და ამითაც შეძლონ სწავლა. ახლა განვიხილავთ უფრო დაწვრილებით დამატებით აქტივობებს. როგორც მოგახსენეთ უკვე პირველი ეტაპი გახლავთ კომპლექსური დავალების ფორმა, წარდგენა და წინარეცოდნის გააქტიურება. მეორე ნაბიჯი გახლავთ კომპლექსური დავალების შინაარსზე მუშაობა, ანუ ახალი მასალის დასწავლა. პირველი რესურსი ეს გახლავთ გრიფირებული სახელმძღვანელოდან პარაგრაფები და აღნიშნული არის ეს პარაგრაფები, რომლებიც უნდა ისწავლოს, ანუ გაიაროს მასწავლებელმა და შესაბამისად დასმული არის შეკითხვები. რა განსხვავებაა რიცხვსა და ციფრს შორის, ანუ წინარეცოდნას ააქტიურებს მასწავლებელი, რამდენი ერთეულია, 1 ათეული, 100-ში რამდენი ათეულია, 5-ის, 10-ის, 20-ის ბიჯით თვლა, ორნიშნა რიცხვების შედარება, რით განსხვავდება კენტი და ლუწი რიცხვები. და სამიზნეცნების კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები წარმოგიდგენთ ახლა ამას. როგორ შევკრიბოთ, გამოვაკლოთ ათეულები, რას ნიშნავს ოცეული, რომელია მეტი ათეული თუ ოცეული, რამდენი ათეულია 1 ოცეული, რამდენი ოცეულია 100-ში, როგორ ვიპოვოთ რიცხვის უახლოესი ათეული, როგორ ვიპოვოთ რიცხვის უახლოესი ოცეული, როგორ შევადაროთ ორნიშნა რიცხვები, როგორ ფიქრობთ, რისთვის გვჭირდება რიცხვების შედარების ცოდნა, რამდენი ხუთეულია 50-ში, 100-ში, რამდენი ხუთეულისგან შედგება 1 ათეული, რამდენი ხუთეულია 1 ოცეულში, როგორ შეიძლება დავაკავშიროთ ხუთეულები, ათეულები და ოცეულები ერთმანეთთან. როგორ ფიქრობ, 100-ში რომელი უფრო მეტია, ხუთეული, ათეული თუ ოცეული და რატომ ფიქრობ ასე? თქვათ გროვებად გვაქვს შენი საყვარელი კანფეტები. პირველ გროვაში არის კანფეტების რაოდენობა 15 ერთეული, მეორე გროვაში კანფეტების რაოდენობა არის 1 ათეული და 1 ხუთეული, მესამე გროვაში არსებული კანფეტების რაოდენობა 20 აკლია ხუთეული. რომელ გროვას აირჩევდი? აქვე მაქვს აქტივობებად გაწერილი, ანუ წინარეცოდნის გასააქტიურებლად გავადიდებ ახლა ამას, რომ კარგად იყოს, კარგად გამოჩნდეს. ეს არის გაიხსენე და დაასახელე გამოტოვებული ათეულები, ანუ რიცხვი სხივი არის და მასზე ათეულები არის აღნიშნული. შემდგომ ვახსენებთ ბავშვებს კენტ რიცხვებს, როგორია კენტი რიცხვები, რითი მთავრდება, ასევე ლუწ რიცხვებს, როგორია ლუწი რიცხვები, როგორ მიიღება, როგორ რითი მთავრდება. ასევე არის წარმოდგენილი ცხრილი, კენტი რიცხვების და ლუწი რიცხვების, ანუ დაბოლოების მიხედვით. და შემდგომ უკვე გახლავთ მეორე ნაბიჯი, ეს არის უკვე ჯადოსნური კვადრატის შევსება და ვასწავლით, რომ მოსწავლეს ტრიქონს, შვედსა და დიაგონალზე ჯამი უნდა მიიღოს 15. კომპლექსურ დავალებაში, როგორც უკვე გითხარით, ჯამი უნდა მიიღონ 18. აქ მსგავსად თავდაპირველად რომ ასწავლის მასწავლებელი, ანუ შესაძლებელია რომ გააკეთოს ისე რომ ჯამი მიიღოს 15. შესაბამისად უსვამს შეკითხვებს. იმსჯელე როგორ შეავსე ჯადოსნური კვადრატი და რა იყო ამოსაცნობი ციფრი, რომელი მათემატიკური ოპერაციები შესრულება დაგჭირდა, როგორ შეიძლება შეიცვალოს რიცხვის მნიშვნელობა თუ ციფრებს ადგილს შეუცვლით და რას უნდა მიექცეს ყურადღება შედარებისა და ანგარიშის დროს. როგორც ხედავთ, ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას
ვანიჭებთ, ესე იგი, თანრიგებს და შესაბამისად ზუსტად სამიზნეცნებაზეა ორიენტირებული ეს შეკითხვებიც. რა ოპერაციებია საჭირო გამოანგარიშებისათვის და რაოდენობის დასადგენად, როგორ გვეხმარება სტრატეგიის შერჩევა, რომ გამოთვლები ვაწარმოოთ იმის მიხედვით, თუ როგორ არის საჭირო ზუსტი, თუ მიახლოებითი გამოთვლა არის საჭირო. აი ეს არის ჯადოსნული კვადრატი, რომელიც არის შესავსები და მეორე აქტივობა, ეს გახლავთ, რიცხვების შედარება დაწყვილებით. ეს არის რიცხვების შედარება დაწყვილებით ვიზუალურ მასალას წარმოგიდგენთ, რომ უფრო და ვიცით, რომ დაწყებით კლასებში განსაკუთრებულად არის მნიშვნელოვანი ვიზუალიზაციას დაუთმოთ ყურადღება, გავამახვილოთ უბრალოდ მასზე, რომ მოსწავლე უფრო ამით ადვილად იგებს. შეგიძლიათ ეს მე სურათებად მაქვს ჩასმული და შეგიძლიათ რომ ეს პირდაპირ დააკოპიროთ და ამობეჭდოთ, გქონდეთ თქვენ ეს გაკრული დაფაზე ან თითოეული დაულიგოთ მოსწავლეს, ეს უკვე თქვენზე არის დამოკიდებული. ასევე შევადაროთ გროვები, ეს აქტივობაც არის, როგორ შევადაროთ, როგორ ვადარებთ გროვებს, როგორ გამოვიყენოთ დაწყვილების ხერხი რიცხვებში. აი ეს დაწყვილების ხერხი როგორ უნდა გამოიყენოს სხვადასხვა რიცხვებში მოსწავლემ, ეს აქტივობაც გახლავთ. შემდეგი აქტივობა გახლავთ უახლოესი ხუთეულების, ათეულების და ოცეულების დადგენა. აქ ჩამოწერილი არის რიცხვები, სადაც ვასახელებთ წინა და მომდევნო რიცხვებს. ასევე ესე იგი ჩაწერე წინა და მომდევნო ათეულები უნდა ჩავწეროთ, ესე იგი 19-ის წინა ათეული და 19-ის მომდევნო ათეული, 25-ის წინა ათეული და 25-ის მომდევნო ათეული, ხო? ასევე არის რას უდრის შემდეგი რიცხვების უახლოესი ხუთეულები და უახლოესი ათეულები, როგორც ხედავთ ვარსკვლავებში არის ჩაწერილი რიცხვები და უნდა იპოვონ უახლოესი ხუთეულები და უახლოესი ათეულები. შესაბამისად ამ საკითხებზე ჩადებული მაქვს ჰიპერლინკები, ვიდეო 1 და ვიდეო 2, რომელიც დაეხმარებათ მოსწავლეებს აღნიშნული საკითხების უკეთ გააზრებაში. მეოთხე აქტივობა არის დაახლოებით აი სქემის აგებასთან დაკავშირებული აქტივობა. ეს რაღაც რიცხვითი კროსვორდი გახლავთ. უმჯობესი იქნება თუ აღნიშნული კროსვორდი მოსწავლესთვის იქნება, სათითაო მოსწავლეს ექნება ამაზე წვდომა, რომ თვითონ დამოუკიდებლად შეასრულოს და იცოდეს, თქვათ, საიდან დაიწყოს სქემა, რომელი სტრატეგიით გააკეთოს ეს დავალება, რომ შემდგომ უკვე ის სქემა, რომელიც მესამე მინიშნებაში აქვს მოსწავლეს, ადვილად შეძლოს მისი გაკეთება. ეს უფრო მარტივია და აი ეს გვაქვს უფრო შედარებით უფრო ვრცელი გასაკეთებელი მოსწავლესთვის. მართალია პატარა რიცხვებზე არის აგებული, მაგრამ ამ დროს ჯერ ვიცით რომ 20-ის ფარგალში იციან მოსწავლეებმა მოქმედებები და ახლა სწავლობენ ათეულებს. შემდგომ, რა თქმა უნდა, კომპლექსურ დავალებას სჭირდება განმავითარებელი შეფასება, ეს მნიშვნელოვანი საკითხი არის. როგორც ვიცით, ჩვენ განმავითარებელ შეფასებას ვაკეთებთ სოლო ტაქსონომიის მიხედვით. ვაფასებთ, რომ მოსწავლემ უნდა შეძლოს რაღაცა პრობლემის, საკითხის გაგება, გეგმის შემუშავება, გეგმის მიხედვით მუშაობა, რაც შეიმუშავა და შეფასება უნდა შეეძლოს. ვიცით, რომ სოლო ტაქსონომიაში 5 დონე გვაქვს, მოდით მე დავიწყებ ყველაზე ქვედა დონით და გაგაცნობ თითოეულ მათგანს. ეს გახლავთ ყველაზე დაბალი დონე, პრესტრუქტურული დონე, როდესაც მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებული ცოდნა და არ აქვს რელევანტური ინფორმაცია.
შემდგომ გახლავთ უნისტრუქტურული დონე. ამ შემთხვევაში მოსწავლეს აქვს მხოლოდ ერთი არასტრუქტურირებული ასოციაცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. შემდეგი მესამე დონე გახლავთ მულტისტრუქტურული დონე. ამ დროს მოსწავლეს აქვს მხოლოდ რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი უსისტემო წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ, ვერ აკავშირებს რამოდენიმე საკითხი შეიძლება იცოდეს, მაგრამ საბოლოოდ ვერ დააკავშიროს ერთმანეთთან. მიმართებითი დონე ამ შემთხვევაში მოსწავლეს ესმის განსახილველი საკითხის არსი, ხედავს ურთიერთმიმართებებს საკითხთან, დაკავშირებული აქვს, აკავშირებს ამ ყველაფერს სტრუქტურულ ერთეულებს შორის ავლებს პარალელს. და ყველაზე მაღალი დონე ეს გახლავთ აბსტრაქტული დონე, როდესაც მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის არსი და მას შეუძლია დაუკავშიროს განსახილველი საკითხი საკუთარ პირად გამოცდილებას, ანუ ტრანსფერი შეუძლია გააკეთოს მან ცხოვრებაში ან ამა თუ იმ სხვა დისციპლინასთან. ესე იგი, განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ინსტრუმენტები არსებობს. როგორც უკვე გითხარით, პროცესში შეიძლება მოხდეს სოლო ტაქსონომის მიხედვით შეფასდეს, ასევე გაგაცნობთ ახლა შეფასების ინსტრუმენტებს, ანუ შეფასების სახეებს. ეს შეიძლება იყოს კვიზი, სადიაგნოსტიკო ტესტი, მასწავლის დემონსტრირება, რამოდენიმე სიტყვით შეაჯამე რა იყო ძირითადი იდეა, შეიძლება ასე უთხრათ მოსწავლეს, რომ გავიგოთ, ვთქვათ, როგორ გაიგო, როგორ ჩაასწვდა სიღრმეს, ერთწუთიანი სიტყვიერი შეჯამება, დისკუსია განხილვა წყვილებში, გააჩნია ეს დავალებას, გააჩნია თვითონ დავალების ფორმას, რას მოითხოვს და როგორ შეფასებას მოითხოვს, როგორი შეფასების ინსტრუმენტს მოითხოვს, მოსწავლის თვითშეფასება, მოსწავლეების მიერ ერთმანეთის შეფასება და სასწავლო თემის შემაჯამებელი ტესტი. როგორც უკვე გითხარით, მისაღწევი შედეგების სტანდარტიდან 21 საუკუნის მისაღწევი შედეგები გახლავთ პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება და მოსწავლეს შეუძლია ბოლოს ამ კომპლექსური დავალების ბოლოს რომ დააკავშიროს ერთმანეთთან და გააერთიანოს ეს ყველაფერი, რომ საგანთა ყველა კონკრეტულ რაოდენობას შეუსაბამოს კონკრეტული რიცხვი, დააკავშიროს რიცხვების შესაბამის სახელებსა და აღნიშვნებთან, რიცხვების შედარება და ანალიზი, რიცხვების გამოსახვა სხვადასხვა სახით და მათ შორის ციფრებით, ათობით პოზიციურ სისტემაში რიცხვების ჩაწერა, იცის რომ გამოიყენება 10 ციფრი და ყველა ციფრის რიცხვის ჩაწერის პოზიციურ სისტემაში ეცვლება მნიშვნელობა მისი ადგილის ცვლილების მიხედვით. მინდა გითხრათ, რომ ეს შეფასება არის კონტექსტი აღებული არის მკვიდრი წარმოდგენებიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო შედეგი მივიღოთ ეს მოსწავლეებში. მთელი ეს კომპლექსური დავალება ერთ სქემაზე შეგვიძლია რომ დავიტანოთ, როგორც უკვე გითხარით, ანუ შევაჯამოთ საბოლოოდ, ასე ვთქვათ, ეს იყო შესავალი ამოცანა, ანუ პრობლემის გაცნობა, თავდაპირველად ვაცნობთ პრობლემას, შემდეგ ვააქტიურებთ წინარე ცოდნას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს ვაძლევთ, აქტივობები სასწავლო რესურსებიდან, შუალედური კვიზი შეიძლება გაიმართოს საკლასო დისკუსია, რამოდენიმე შუალედური კვიზი შეიძლება იყოს ეს თვითონ იმ გაკვეთილების რაოდენობიდან გამომდინარე, ჩვენ ახლა ამ კომპლექსური დავალებისთვის 10 გაკვეთილი გვაქვს დათმობილი, ანუ 2 კვირა გვაქვს დათმობილი, პრაქტიკული სავარჯიშოები გვაქვს გაკეთებული და ვაკეთებ და საბოლოოდ შეფასების რუბრიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი და უფრო მარტივად და ძალიან პატარა სქემით ეს მთლიანი პროცესი რომ წარმოვადგინოთ, ანუ თავდაპირველად
აუცილებლად გახლავთ სამოტივაციო საკვანძო შეკითხვა, კომპლექსური დავალების, მთლიანი პროცესის წარმართვა, რაც უკვე განვიხილეთ და საბოლოოდ შესაფასებელი შედეგი, ეს გახლავთ პროდუქტი, რაც უნდა შევაფასოთ საბოლოოდ. ეს გახლდათ ერთ-ერთი კომპლექსური დავალება მეორე კლასის კურიკულუმიდან, რომელიც განვიხილეთ. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ კიდევ ვიდეო ინსტრუქციების ჩაწერას. ახლა კი გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.